მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზს მორიელებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. თასების ტულზი, ემოციებით დატვირთული თუ გექნებათ, ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ახალ გარემოებებთან თქვენს ცხოვრებაში, ახალ სიტუაციებთან და ახალ ადამიანებთან, რომლებიც ოქტომბრის განმავლობაში გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შემოქმედებითობა, კრეატიული ხედვები და მიდგომები შესაძლებელია გამოავლინოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნებით ენერგიულები, გამოავლენთ ინტერესს და თანაგრძნობას გარშემოყოფების მიმართ, თქვენში გაიზრდება სიყვარულის ენერგია, შეეცდებით პოზიტიური კუთხით დაინახოთ არსებული რეალობა და გამოწვევები აქციოთ შესაძლებლობებად. გექნებათ ინიციატივების გამოვლენის სურვილი, მოგინდებათ ან მოგიწევთ მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან, ამ პერიოდში თქვენი ენერგეტიკული რესურსი საგრძნობლად გაიზრდება. ამიტომ ოქტომბერი კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის, დაიწყოთ ჩანაფიქრების განხორციელება, დაისახოთ სამომავლო გეგმები, ან გადადგათ პირველი ნაბიჯები თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეშვიდე მაღალი არკანი ეტლი. სექტემბერში შეძლებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, გაიზრდება თქვენი ამბიციები და გამბედაობა. ადვილად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და შეძლებთ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ წარმატების გზაზე. იქნებით დისციპლინირებულები, თანმიმდევრულები, გადახვალთ აქტიურ მოქმედებაზე და ორიენტირებული იქნებით პოზიტიურ ცვლილებებზე. შეძლებთ აკონტროლოთ სიტუაციები და გამოავლენთ განსაკუთრებულ ნებისყოფას. ვინც რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ გადაჭრათ არსებული პრობლემები და გარკვეული სტაბილურობაც მოიპოვოთ, ხოლო ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია ახალი ავტომობილი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება შეიძინოთ ოჯახისთვის, ან სამოგზაუროდ წახვიდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების ხუთიანი, საკმაოდ არასასიამოვნო ენერგია ამ პოზიციისთვის. ოქტომბერში წყვილებში მაღალია კონფლიქტების ალბათობა, გარკვეული უთანხმოებები და დაძაბული სიტუაციები. თქვენი მხრიდან გაზრდილია შანსი სასიყვარულო სამკუთხედების ჩამოყალიბების, რომელიც სამომავლოდ გაართულებს თქვენს ურთიერთობას ამჟამინდელ პარტნიორთან. და ასევე გამორიცხული არ არის მესამე პირი ურთიერთობაში თქვენი პარტნიორის მხრიდანაც გაჩნდეს. თუ თქვენს ურთიერთობას დარწმუნებული ხართ, რომ მსგავსი გამოწვევები არ ემუქრება, მაშინ შესაძლებელია ნებისმიერი საკითხი გახდეს კამათის, დაძაბულობის და კონფლიქტის მიზეზი, ამიტომ ეცადეთ აკონტროლოთ პირველ რიგში თქვენი სიტყვები, ასევე გამოიჩინეთ შინაგანი სიბრძნე და ნუაყვებით პარტნიორისგან წამოსულ პროვოკაციებს და თქვენს წამოჯრით ისეთ საკითხებს პარტნიორთან, რაც უთანხმოებამდე მიგიყვანთ. პოზიტიურ ასპექტში ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითებდეს, თუ თქვენ დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, შესაძლებელია ამ პერიოდში მოიფიქროთ გზა, როგორ გაანეიტრალოთ რთული მდგომარეობა და საბოლოოდ გარკვეულ კონსენსუსამდეც მიხვიდეთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი. ამ პერიოდში მაღალია რისკი ურთიერთობა წამოიწყოთ ისეთ ადამიანთან, რომელიც უკვე იმყოფება ოფიციალურ ან არაოფიციალურ, მაგრამ
უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში, შესაძლებელია თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად შედგეს და სწრაფადაც განვითარდეს, მაგრამ ბარათების ასეთი კომბინაცია მაფიქრებინებს, რომ თქვენი გატაცება და აღფრთოვანება ხანგრძლივად ვერ გასტანს. ამიტომ გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ და გაანალიზოთ თქვენი ნაბიჯები. წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენად გიღირთ იყოთ მესამე პირი სასიყვარულო სამკუთხედში და ასევე, რადგან ურთიერთობის სწრაფად დაწყების შანსები მაღალია, შესაძლებელია არც დაუშვათ, რომ თქვენს რჩეულს უკვე ყავს პარტნიორი, ამიტომ გირჩევთ, როდესაც ახალ ადამიანს გაიცნობთ, პირველ რიგში დაინტერესდით ამ საკითხით. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო, მონეტების ტუზი. ოქტომბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების თვე იქნება თვითრეალიზების კუთხით. შეძლებთ დაიწყოთ ზრუნვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, გაიჩინოთ შემოსავლების ახალი წყარო, გაიმყაროთ პოზიციები უკვე არსებულ სამსახურში, იფიქროთ დაწინაურებაზე და ზოგადად კარიერულ განვითარებაზე. თქვენთვის ეს პერიოდი მეტად ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი ინიციატივის რეალიზებისთვის, თუმცა მათთვისაც, ვისაც არ გაქვთ ასეთი წინსვლის სურვილი, შეძლებთ გაიმყაროთ სტაბილურობა არსებულ სამსახურებრივ პოზიციაზე და იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე და მაინც გირჩევთ დაფიქრდეთ განვითარებაზე და თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ ის პოზიტიური ენერგია, რომელსაც სამყარო მოგანიჭებთ ამ პერიოდში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ცხრიანი. ამ პერიოდში თქვენ გექნებათ შიშები, რომ თავს ვერ გაართმევთ აღებულ პასუხისმგებლობას და დაკისრებულ ვალდებულებებს. შესაძლებელია იფიქროთ, რომ თქვენ არ ფლობთ საკმარის კომპეტენციას, ასევე შესაძლებელია ახალი საქმე დაგევალოთ სამსახურში, რომელმაც გარკვეული შიში მოგვაროთ გამოუცდელობის გამო. გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, გახსოვდეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, შეეცადეთ ცივი გონებით მოძებნოთ ნებისმიერი არსებული სიტუაციიდან გამოსავალი და გახსოვდეთ, რომ თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების რაინდი, ამ პერიოდში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, დიდი ალბათობით გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში. ამ პერიოდში თქვენც იქნებით მოწოდების სიმაღლეზე, საუკეთესოდ გამოგივათ საკუთარი თავის პრეზენტაცია, საკუთარი ნიჭის, უნარების და გამოცდილების წარმოჩენა, შეძლებთ მოხიბლოთ დამსაქმებლები და არწმუნოთ თქვენს მაღალ კვალიფიციურობაში და პროფესიულ შესაძლებლობებში. და დიდი ალბათობით საკმაოდ პერსპექტიულ სამუშაო პოზიციასაც მოიპოვებთ, სადაც სამომავლოდ შეძლებთ პოზიტიურად თვითრეალიზდეთ და კარიერულადაც განვითარდეთ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების ოთხიანი, თვეს სტაბილურად გაივლით, თუმცა არკანების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში გექნებათ მძაფრი სურვილი წინსვლის, მეტი წარმატების, თქვენი ბიზნესის განვითარების და მასშტაბირების, ამიტომ გამორიცხული არ არის ბევრი დრო დაუთმოთ ამაზე ფიქრს, მოიძიოთ ახალი ინფორმაცია, მოიზიდოთ ახალი პარტნიორები, ან იზრუნოთ კლიენტების ახალი სეგმენტის მოზიდვაზე. გეტყვით, რომ ეს პერიოდი მართლაც ხელსაყრელია ასეთი მიზნებისთვის და გირჩევთ, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ეს დრო ახალი მიზნების ფორმირებისთვის. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, კვერთხების ხუთიანი, ბრძოლის და კონკურენციის ენერგია. ამ პოზიციაზე ეს ბარათი შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც კონფლიქტი, სადაც მოგიწევთ თქვენი დამსახურებული გასამრჯელოსთვის ბრძოლა, მაგალითად შესაძლებელია დაგაკლონ ჰონორარი, ან გადაგივადონ ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ რაიმე კონკურსში მონაწილეობა, სადაც მაგალითად თქვენი პროექტის დაფინანსებისთვის იბრძოლებთ, ანუ უფრო ყოფით დონეზე შესაძლებელია ეს ბარათი მიგითითებდეთ, რომ ოქტომბრის განმავლობაში მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევა მიმართოთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებისთვის, რომ არ წახვიდეთ მინუსებში და არ აიკიდოთ ვალები. გირჩევთ ამ პერიოდში აკონტროლეთ თქვენი ხარჯები და დიდი შენაძენების გაკეთება გადადეთ ამისთვის უფრო შესაფერისი დროისთვის. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის.
თასების ორიანი. Ამ პერიოდში თქვენთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანი იქნება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან სფეროში. მეტი ყურადღება დაუთმეთ ადამიანებს, ეცადეთ მათთან გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, ყურადღებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს და კოლეგებს, გაიცანით ახალი ადამიანები, შესაძლებელია ამ პერიოდში გაცნობილმა ადამიანებმა გარკვეულწილად გარდამტეხი როლიც კი ითამაშონ თქვენი ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან სფეროში. მოკლედ იყავით ღია და გახსნილი ყველა ტიპის ურთიერთობებისთვის. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მორიელებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.